გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით მონღოლი ჯარისკაცების საოცარ უნარებზე, მითებზე მათ შესახებ და იმ ჭკვიანურ მეთოდებზე, რის გამოც თითქმის მთელი პლანეტა მარტივად დაიპყრეს. მონღოლი ჯარისკაცი ანუ მონღოლი მოქალაქე. მონღოლურ ენაში არ არსებობს სიტყვა ჯარისკაცი. მონღოლები ერთმანეთისგან არ ანსხვავებენ მონღოლ ჯარისკაცსა და მონღოლ მოქალაქეს. მათთვის ეს ორი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ეს ალბათ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომ მონღოლების ძირითად მიზანს ომისა და ბრძოლისთვის მომზადება წარმოადგენდა. ისევე როგორც ბრძოლისას მშვიდობის დროსაც ისინი ერთ გუნდად დადიოდნენ და ნადირობდნენ. გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეში, მოიპოვებდნენ საკვებსა და იბრძოდნენ გადარჩენისთვის. გადასახადი. ჩინგისხაენის მმართველობის პერიოდში მონღოლ ჯარისკაცებს ანაზღაურებას არ აძლევდნენ. უფრო მეტიც, ისინი ვალდებულნი იყვნენ გადასახადები თავად გადაეხადათ თავიანთი მეთაურებისთვის. ეს გადასახადი ცნობილი იყო ქუბჩურის სახელწოდებით. მონღოლი მებრძოლის ძირითადი გასამრჯელო შეიძლება ითქვას შემოსავალი იყო სამხედრო ნადავლი და ბრძოლის შედეგად მოპოვებული ქონება, რომელიც მათ შორის ნაწილდებოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მონღოლ მებრძოლებს ნადავლის განაწილებით მიღებული გასამრჯელო უფრო მოსწონდათ, ვიდრე მაგალითად ხელფასის სახით ანაზღაურება, როგორც მაგალითად სხვა იმპერიების შემთხვევაში იყო. ამის მიზეზი კი მარტივია. თუ მონღოლების მიერ დამარცხებული მტრები, დიდრები აღმოჩნდებოდნენ, იმაზე მეტი ქონება ხვდებოდათ წილად, ვიდრე მუდმივი გადასახადის დროს მიიღებდნენ. პასუხისმგებლობა და სასჯელები. მონღოლეთის იმპერიაში ორგანიზებული საკითხები მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული სახელმწიფო მოქალაქეობის დისციპლინასა და გონებამახვილობაზე. მათ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უნდა ჰქონოდათ, რადგან მონღოლი მებრძოლისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდნენ. მათვე ევალდებოდათ ომის დაწყების წინ ჯარისკაცების მობილიზება და მათი სრულ მზადყოფნაში მოყვანა. დიდ პასუხისმგებლობას თან ახლდა მკაცრი სასჯელები. თუ ჯარის მეთაური დროზე ადრე გასცემდა უკან დახევის ბრძანებას, მას სასიკვდილოდ სჯიდნენ. ჩინგისხანის მმართველობის ხანაში ჯარში უმკაცრესი დისციპლინა დამკვიდრდა. თუ ათეულიდან ერთი მეომარი სამარცხვინოდ გამოიქცეოდა ან ტყვედ ჩავარდებოდა და მას თანამებრძოლები მიატოვებდნენ, მთელი ათეული ანუ არბანი სიკვდილით ისჯებოდა. დეზერტირებთან ერთად სიკვდილით ისჯებოდნენ ქურდებიც და ისინიც, ვისაც ყარაულობის დრო ჩაეძინებოდა. ყველაზე სამარცხვინოდ სიკვდილი ემუქრებოდა იმ ადამიანებს, ვინც ნადავლის გაყოფის მომენტში ხარბობას გამოიჩენდა. ყველა მებრძოლი და მეთაური ვალდებული იყო უმცირესი ნადავლიც კი გამოეჩინა და გაეყო. საკუთარ წილს ყველა ლაშქრობის შემდეგ იღებდა, რადგან ბრძოლის დასრულებამდე ნადავლის განაწილება აკრძალული იყო. ასევე წილს იღებდნენ ბრძოლაში დაღუპული მონღოლი მებრძოლების ოჯახებიც. ეს რეფორმა ჩინგის ხანის დამსახურებაა. აბრეშუმის მაისური. მონღოლი მებრძოლები ჯავშნის შიგნიდან აბრეშუმს ატარებდნენ, რადგან ჯარისკაცების უმეტესობა სწორედ სხეულიდან ისრის ამოღების გამო იხოცებოდა. აბრეშუმის დახმარებით კი დაჭრის შემთხვევაში ისრის ამოღება ადვილი იყო და გადარჩენის შანსიც იზრდებოდა. ცხენი. მონღოლთა ცხოვრებაში ცხენს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. სწორედ მონღოლური ცხენი იყო ის მთავარი უპირატესობა, რასაც მონღოლები ფლობდნენ. ცხენებიც თავიანთი პატრონების მსგავსად გამძლეობითა და ამტანობით გამოირჩეოდნენ. მათ შეეძლოთ თოვლის ქვეშ მოეძებნათ ბალახი, დიდხანს გაეძლოთ უწყლოდ, გადაელახათ სწრაფი მდინარეები. მონღოლებისთვის ცხენი თითქმის წმინდა ცხოველად იყო მიჩნეული და ჩინგისხანის ბრძანებით საბრძოლო ცხენებს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. მას არ კლავდნენ მას შემდეგაც კი, რაც გამოუსადეგარი გახდებოდა. ბრძოლაში ძირითადად ფაშატებს იყენებდნენ, რომლებსაც ჯარის რძით მომარაგება შეეძლოთ და საკვებად ხშირად ცხენების სისხლსაც სვამდნენ. მე-13 საუკუნის იტალიელი მოგზაური ჯოვანი და პიანდელ კარპინე, იგივე პლანო კარპინი, თავის წიგნში ისტორია მონღოლთა, რომლებსაც თათრებს უწოდებთ, მონღოლთა ცხენების სიმრავლით გაოცებული აღნიშნავს. მათ იმდენი ულაყი და ფაშატი ჰყავთ, რომ ამდენი ალბათ მთელ დანარჩენ მსოფლიოს არ ეყოლება. სხვა ლიტერატურული წყაროებიდან ირკვევა, რომ ყოველ მონღოლ ჯარისკაცს 5-6 ცხენი ჰყავდა.
ერთ-ერთი შუა საუკუნეების მწერალი შენიშნავს, თუ როგორ შეეძლო ერთ ცხენს 600 მილის დაფარვა მხოლოდ 9 დღეში. მონღოლთა მოწინააღმდეგეთათვის ყველაზე საშიში ის იყო, რომ მონღოლებს ისრის სროლა გაჭენებული ცხენიდან ნებისმიერი მიმართულებით შეეძლოთ. ისინი ადრეული ასაკიდანვე სწავლობდნენ ცხენის ჭენებას და იმდენად ოსტატურად ჯირითობდნენ, რომ სრულიად მარტივად შეეძლოთ ჭენების დროს შემოbrunებულიყვნენ და ისრები უკნიდან დაეშინათ მტრებისთვის. მონღოლთა სუფრა. ბევრი ქრონისტი აღწერს, თითქოს მონღოლები საკუთარ ცოცხალ ცხენებს ხორცს აჭრიდნენ და იმას ჭამდნენ. სინამდვილეში ეს იყო ხორცი, რომელსაც უნაგირის ქვეშ ანთავსებდნენ და ჭენების დროს ბრწყელდებოდა. ცხენის ოფლისგან კი მარილდებოდა. შესვენების დროს მონღოლი მეომარი მას ნაწილს აჭრიდა. ივანე ჯავახიშვილი მონღოლთა სუფრის ტრადიციას შემდეგნაირად აღწერს. მონღოლების საყვარელი სასმელი ხომ სწორედ ცხენის რძისგან მომზადებული ნოყიერი და შუშხუნა ყუმისი იყო, რომელიც წმინდა და ბოროტებისგან განმკურნავ სასმელადაც კი ჰქონდათ მიჩნეული. ცხენის ხორცი კი მონღოლებისთვის ყველა სხვა პირუტყვის ხორცზე უფრო სანუკვარი იყო და არაფრის ჭამას ის ისე გულიანად არ ეტანებოდა, როგორც ცხენის ხორცისგან შემზადებულ კერძებს. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო მეცხენეობას მონღოლთა მეურნეობაში მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა. მშვილდოსნობა. მონღოლური არმია თითქმის მთლიანად კავალერიისგან შედგებოდა. მათ ნაწილს მძიმედ აღჭურვილი მხედრები, ხოლო ნახევარზე მეც კი მსუბუქად აღჭურვილი ცხენოსნები წარმოადგენდნენ. ცხენოსნების სიმრავლე მონღოლურ არმიას უდიდეს სისწრაფესა და მოქნილობას ანიჭებდა. ჩინგისხანის ჯარისკაცები განთქმულნი იყვნენ მძვინვარებით, სიმამაცითა და თავიანთი შესაძლებლობებით, შუბის ხორცნასა და ცხენოსნობაში. ჯარისკაცების უზანგი და ჯავშანი ისე იყო კონსტრუირებული, რომ მარტივად და კომფორტულად ეჯირითათ. ეს კი შესაძლებლობას აძლევდა მათ, რომ წარმოუდგენელი სიზუსტით ეთხორცნათ შუბი, მაშინ როდესაც ძალიან სწრაფად აჭენებდნენ ცხენს. სტეპების მკაცრ პირობებში ცხენებზე გაზრდილი მონღოლებისგან ჩინგიზ-ყაენმა მრისხანე, თუმცა არაპროფესიული არმია შექმნა, რომლის მთავარი ღირსებები გასაოცარი ამტანობა, უსწრაფესი მანევრები და ყაენის არნახული ერთგულება იყო. მონღოლთა სისწრაფე. მონღოლთა სისწრაფესთან დაკავშირებით ბევრი არასწორი შეხედულება არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთის თანახმად, ერთი მარშით მონღოლებს 10 დღეში შეეძლოთ იმხელა მანძილის დაფარვა, რამდენსაც ნებისმიერი სხვა არმია სულ ცოტა ორ თვეს მოანდომებდა. უდავოა, რომ ერთი მონღოლი ჯარისკაცი იმაზე მეტად იყო მოქნილი, ვიდრე მათი მტრების უმეტესობა, თუმცა მათი გამარჯვება უმეტესწილად დამოკიდებული იყო შეთანხმებულ და კარგად ორგანიზებულ გეგმაზე. მათი ყოველი ნაბიჯი კარგად დაგეგმილი და წინასწარ განსაზღვრული იყო. მათ ზუსტად იცოდნენ თუ რა გზით უნდა წასულიყვნენ და სად იყო დანიშნულების პუნქტი. როდესაც მონღოლი მეომრები გაივლიდნენ საკმაოდ დიდ გზას და მიაღწევდნენ ბრძოლის ველს ან ალყის ადგილს, ისინი მტრებს შესანიშნავ მოქნილობასა და სისწრაფეს აჩვენებდნენ. ეს ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო დაგეგმილი და თუ ვიტყვით, რომ მონღოლი მეომრები სწრაფები იყვნენ და ამის ხარჯზე იგებდნენ ბრძოლებს, არასწორია, რადგან მთავარი მათი ძალა უნიკალური და ცბიერი სტრატეგიები იყო. მონღოლთა სამხედრო ტაქტიკა. მონღოლთა ტაქტიკა და სტრატეგია ძალიან მრავალფეროვანი იყო. ბრძოლის დროს მონღოლი მეომრები იმდენ ხრიქსა და ეშმაკობას მიმართავდნენ, რომ მათ წინააღმდეგ მებრძოლის ახალგანთქმული სარდლებიც კი ვერ მიხვდებოდნენ თუ რა გზით შებრძოლებოდნენ მათ. მონღოლები იყენებდნენ ცრუ უკან დახევებს. ხშირად ჯარის ნაწილი უკან ცრუ დახევას იწყებდა, მოწინააღმდეგე დაედევნებოდა და ხაფანგში ექცეოდა. ცხენს ამოკრული მონღოლები თავისიანთა ისრების ქვეშ იხევდნენ უკან. ერთდროულად ნასროლი ათასობით ისარი მოწინააღმდეგეს დიდ ზიანს აყენებდა. გადარჩენილთა წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე მონღოლი შუბოსნები ერთვებოდნენ. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგის ცხენები იღლებოდნენ. მაშინ ცრუ უკან დახეული მონღოლები დასვენებულ ცხენებზე გადაწყდებოდნენ და უკან გადაღლილ და დაფანტულ მტერს საბოლოოდ ანადგურებდნენ. მიმართავდნენ სხვა ეშმაკობებსაც. ცხენებზე სვამდნენ ათასობით მანეკენს ან ქალებს და ბავშვებს. უშვებდნენ მოჩვენებით მარშრუტზე. დაგეგმილ ლაშქრობის მარშრუტს ყველას დასანახად გაუყვებოდნენ. შუა გზიდან კი მიმართულებას იცვლიდნენ და იმ მხარეს ესხმოდნენ თავს, საიდანაც არავინ ელოდა. გადაჭარბებული რაოდენობა.
კიდევ ერთი გავრცელებული არასწორი შეხედულება მონღოლი ჯარისკაცების შესახებ უკავშირდება მათ გადაჭარბებულ რაოდენობას ბრძოლის ველზე. ობიექტური კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ მონღოლები საკუთარ რაოდენობას გადაჭარბებულად აღწერდნენ, განსაკუთრებით ისეთ ბრძოლებში, რომლებშიც დიდი წარმატება მოიპოვეს, მაგალითად კალკის ბრძოლა, მოჰის ბრძოლა და ასე შემდეგ. ისმის კითხვა თუ რატომ გაჩნდა მსგავსი წარმოდგენა მონღოლთა ჯარის რაოდენობაზე. პასუხი ნაწილობრივ უკავშირდება მონღოლი ჯარისკაცების გამჭრიახ გონებას, ტაქტიკურ სვლებს. მონღოლები მობილურობასა და არამდგრადობას უფრო ანიჭებდნენ უპირატესობას ვიდრე თავდაცვით ხერხებს. სწრაფ მოქმედებასა და დამაბნეველ ხრიკებს ბრძოლის ველზე განლაგებული მტერი შეცდომაში შეხავდა და თავგზას უბნევდა. სწორედ ამ ეშმაკური ხრიკების გამო შეექმნა მტერს არასწორი შეხედულება მონღოლთა ჯარის რაოდენობაზე. უფრო მეტიც, მონღოლი ჯარისკაცები პასუხისმგებელნი იყვნენ. შეექმნათ ისეთი ეფექტი, რომელიც მტერს მათ რიცხობრივ უპირატესობაში დაარწმუნებდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონღოლები ხშირად ცხენებზე მანეკენებს სვამდნენ და ასე ქმნიდნენ მოჩვენებით სიმრავლეს. მათთვის ნაცადი ხრიკი იყო ასევე ცხენის კუდებზე ჯოხების მობმა. სირბილისას ჯოხები მტვრის საშინელ ბუხს წარმოქმნიდა, რაც მტერს აფიქრებინებდა თითქოს მათკენ უზარმაზარი არმია მოემართებოდა. მონღოლი მეოვნები მიმართავდნენ ხერხებს, რომლებიც მტერზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და სულიერად ტეხდა მათ. ასეთი ხერხი იყო მაგალითად საშინელი და შემაძრწუნებელი ხმების გამოცემა, რაც მტერს აფრთხობდა და მათი რაზმის რიგებში ქაოსს იწვევდა. თუ აღმოჩნდებოდა, რომ ბრძოლისას მონღოლები ცოტანი იყვნენ, მათ მაინც შეეძლოთ ასეთი მეთოდებით მტერი ფსიქოლოგიურად გაეტეხათ, რაც წარმატებით გამოსდიოდათ კიდეც. მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მასშტაბებზე ერთი დახედვაც კი საკმარისია ამაში დასარწმუნებლად. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დალაიქოთ და ასევე არხიც გამოიწეროთ. ნახვამდის.